მე მინდა უპირველეს ყოვლისა აღვნიშნო ის, რომ როდესაც ვლაპარაკობთ ამ გამოძიების საჭიროებაზე თუ არ საჭიროებაზე, ამაზე ალბათ საბოლოოდ ჩვენი საზოგადოება ჩამოყალიბდება. მინდა შევახსენო ყველას, რომ გამოძიება კი არ დაანგრევს, ესე რომ ვთქვათ, საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოებას და მის საფუძვლებს, როგორც ვთქვათ, ამბობენ ზოგიერთები. საქართველოს უსაფრთხოების საფუძვლები მოშალა და დაანგრია 2008 წლის აგვისტოში განხორციელებულმა აი ამ ავანტურამ სააკაშვილის მხრიდან, მე მინდა გითხრათ, თუმცა მე ამას დავაზუსტებ, რას გულისხმობ ამის ქვეშ. ამ უგუნურება და სიბრიყვეს სწორედ იყო ეს უდიდესი ავანტურა და თუ ლაპარაკია რომ აი ახლა ბიძინა ივანიშვილი რაღაც დავალებას ასრულებს მოსკოვიდან, თუ რამე დავალებებზეა საერთოდ ლაპარაკი, ყველაზე დიდი დავალება ფაქტობრივად გამოვიდა რომ შეასრულა მიხეილ სააკაშვილმა, იმიტომ რომ სწორედ მისი ხელშეწყობით რუსეთმა მიაღწია იმას, რაც მისი ძალიან დიდი სურვილი იყო, მან მოახდინა უკვე ესე რომ ვთქვათ, ფუნდამენტური ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია. აი შეკითხვა მაქვს, ბატონო, მე მინდა დავამთავრებ, ძალიან. კი ბატონო, თქვენ ფაქტობრივი ანექსია და 40 კილომეტრი დგას რა ნაბიჯი. აი მე მინდა ახლა კიდევ ერთხელ აღვნიშნო ამასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ უნდა კარგად ვიცოდეთ, რომ ფაქტობრივად 2008 წლის აგვისტოში რაც მოხდა, გამეორდა ის რაც თავის დროზე მოხდა 1992 წელს, რაც მოხდა მანამდე ჯერ კიდევ ზვიადგამსახურდიას პერიოდში, კერძოდ რა? რომ რა თქმა უნდა, რუსეთს, კრემლს, იგივე აფხაზეთის ომის დროს, ხა ეს ჩვენ ცვალწინ ვითარდებოდა, მე ძალიან კარგად. კრემლს რა თქმა უნდა, ჩაფიქრებული ჰქონდა ეს აგრესია, ის იყო გამზადებული ამისათვის. და ის ეძებდა საბაბს იმისათვის რომ შემოჭრა. და რა იყო ეს საბაბი, რომელიც 92 მე გეტყვით ბატონი ზვიადგამსახურდიას პერიოდში საბაბად იყო ის რომ და აქამდე თვითონ კრემლმა მიიყვანა თავის ესე რომ ვთქვათ პროვოკაციული პოლიტიკით საბაბი იყო ის რომ მაშინ შევიყვანა მაშინდელმა ხელისუფლებამ შინაგანი ჯარის დანაყოფები და პოლიცია ცხინვალში 92 წელს გახსოვთ ჩვენ შევიყვანეთ ჯარი აფხაზეთის ტერიტორიაზე და მაშინ მე ვიყავი საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურის თავმჯდომარე და იმ ვიწრო სხდომაზე უშროების საბჭოსი ეს ოქშია დაფიქსირებული მე და ბატონი ავთანდილ იოსელიანი გამოვედით წინააღმდეგ ჯარის შეყვანის კი ბატონო 2008 წელსაც მე გეტყვით რა თქმა უნდა ეს იყო რუსეთის გეგმა ისინი ემზადებოდნენ ამისათვის რომ შემოჭრილიყვნენ, განეხორციელებინათ ეს აგრესია, ანალოგიურად მათ ჭირდებოდათ ეს საბაბი და კიდევ ერთხელ ანკესზე წამოაგეს საქართველოს ხელისუფლება. ეხლა მე მინდა გითხრათ. რითი რა კონკრეტული ნაბიჯით? მე მინდა გითხრათ, რომ უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, აი ხა როცა მოდით დაუბრუნდეთ, თუმცა გამოძიების ამბები გაინტერესებთ. დღეს ბევრს ლაპარაკობთ, თქვათ, ტალიავინის კომისიის დასკვნას. ხო, აი რეალურად ეს გვაქვს ჩვენ კომპეტენტური, კვალიფიციური დასკვნა მოცემული. მე როდესაც ვუსმენ ბევრს, აი ესეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს დასკვნა წაკითხული არ არის. ჯერ ერთი ეს არ არის ტალიავინის კომისიის, ეს არის ევროკავშირის კომისიის დასკვნა, რომელიც ითვლება ძალიან კომპეტენტურ. ეს არის აი პირდაპირ ესე იწყება, რომ 2008 წლის დეკემბერში ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით დაფუძნდა დამოუკიდებელი საერთაშორისო ფაქტის დამდგენი მისია საქართველოში კონფლიქტთან დაკავშირებით. კი ბატონო. და იქვე აღნიშნული რომ ევროკავშირის ისტორიაში ეს მოხდა პირველად. ეხლა აქ მინდა გითხრათ რომ ეს დასკვნა არის საკმაოდ დიდი, რომელსაც მე გაცნობილი ვარ. სადაც არის ძალიან დეტალურად გაანალიზებული თითო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები. მთელი ამ კონფლიქტის ესე ვთქვათ პერიპეტიები. გაანალიზებული და მიმოხილული ასევე რუსეთის ისტორიული აგრესიული მისწრაფებები იმპერიალისტური. აი ხა დავამთავრებ და მე მინდა გითხრათ რა. მითითებულია რომ როგორ მიჰყავდა რუსეთს ფაქტიურად ყველაფერი თავისი პროვოკაციებით, პასპორტიზაცია, სეპარატისტების დახმარება. ბატონო ირაკლი გობარეობს იმაში რა იყო კონკრეტული ნაბიჯები? კონკრეტული სააკაშვილმა ხელი შეუწყო. აი რითაც შევუდგით, გეტყვით ერთი წუთით რა. პირდაპირ მითითებულია რუსეთს როგორ მიყავდა კონფლიქტის გაღვივებისაკენ, აქ არის რა თქმა უნდა ყველაფერი აღწერილი, მაგრამ როდესაც ლაპარაკი არის კონკრეტულად უკვე
ვინ დაიწყო სამხედრო მოქმედებები, ამ დასკვნაში პირდაპირ წერია, მე პირდაპირ მომყავს ციტატები, აქ მინდებს მთელი დასკვნა. საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვით 7 და 8 აგვისტოს ღამეს აღინიშნება ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტის დასაწყისი. თუმცა ის იყო კულმინაციური მომენტი ხანგრძლივი პერიოდის მზარდი დაძაბულობებისა, პროვოკაციებისა და ინციდენტებისა. ანუ ეს გულისხმობს, რომ მანამდეც ხდებოდა რა. მანამდეც ხდებოდა, მაგრამ აქ არის მე მინდა გითხრათ, რომ მითითებული რომ კონფლიქტი შეიარაღებული ფართომასშტაბიანი, ანუ სამხედრო მოქმედებები მთელი ამ პროვოცირების შედეგად უშუალოდ დაწყებული იქნა უკვე საქართველოს ხელისუფლების მიერ, რითაც ეს იყო ის, რითიც შემდეგ თქვენ ამბობთ, რომ ხელფეხი გაეხსნა რუსეთმა. მადლობ, ბატონი, კიდევ დაგიბრუნდებით, სხვა სტუმრებს უნდა მივცეთ სიტყვა და მოვალთ ისევ ქალბატონ ნათია. ბატონ ირაკლი, მოვალთ თქვენამდე 1 წუთი. იცით რა, ეს არის ძალიან ფრთხილი თემა და თითოეული ჩვენი სიტყვა ეს არის ბეწვის ხიდზე გავლა დღეს, იმიტომ რომ ჩვენ გვისმენენ ის ადამიანები, ვინც ემსხვერპლა ამ ომს. მე ძალიან გთხოვთ, რომ მომცეთ საშუალება დავასრულოთ ჩემი აზრი, იმიტომ რომ მე არ ვარ სპეციალისტი, მე არ ვარ საბუთებით აქ მოსული, მე არ ვლაპარაკობ მუხლებით. ამ შემთხვევაში ჩემი პოზიცია არის სამოქალაქო. ჩვენ გვაქვს საქმე სამ რეალობასთან. პირველი რეალობა არის ის, რომ ჩვენ გვყავს დაღუპული ბიჭები, ჩვენ გვყავს მათი ჭირისუფლები და სახკარ დაკარგული ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანების. მეორე რეალობა არის ის, რომ ჩვენს ტერიტორიაზე იყო სამამულო ომი და რომ რუსეთი ჩვენ დაგვესხა ძალიან ცნობილი სცენარის მიხედვით, ეს გახლავთ ჰიტლერის სცენარი, როდესაც ის ჩეხოსლოვაკიაში შევიდა 30-იანი წლების ბოლოს, სუძეცკი ნემცების ვითომ გასათავისუფლებლად და სინამდვილეში ოკუპირება მოახდინა ჩეხოსლოვაკიის. მერე ზუსტად ისე ამ სცენარით რუსები შევიდნენ პოლონეთში, მერე ამ სცენარით შემოვიდნენ ჩვენთან 92-ში და მერე შემოვიდნენ 2008-ში. და რომელი აქ მჯდომი ადამიანი, ან რომელი ქართველი მოახერხებს და აი ხვალ მივა ამ ბიჭების საფლავებზე და ვაშკაცურად დაძახებს, რომ იცით რა ბიჭებო, რუსებმა სულ ერთი კედელი დაანგრიეს და თქვენ საერთოდ არაადეკვატური ომი გქონდათ. თქვენ ომში არიყავით ის ტანკები გორში, ფოთში, ის ისკანდერის რაკეტები, ცეცხლი, ეს ყველაფერი თქვენ მოგელანდათ. ეს იყო სააკაშვილის გადაცმული არმია, თორე სინამდვილეში რუსები ძალიან კეთილები და საყვარლები იდგნენ და ტიროდნენ, მოთქვამდნენ. ეს ხომ სირცხვილია. იცით რა, თუ ჩვენ ვაპირებთ რაიმეს გამოძიებას, მოდით გამოვიძიოთ ეს ომი თავიდან. ეს ომი 2008 წელს არ დაწყებულა, ეს დაიწყო 1992 წელს. მე მინდა მივმართო ბატონ ირაკლი ბათიაშვილს. იცით რატომ ხართ თქვენ დღეს ასეთი თამამი, როდესაც ბრძანებთ რომ გამოძიება უნდა დაიწყოს? იმიტომ რომ იმ ომის გამოძიება არ მომხდარა 1992-ის ის რომ გამოეძიათ ძალიან ბევრი თქვენგანი აღმოჩნდებოდა ციხეში. მე დღეს თქვენთან მას აი აქ არის ასეთი თემა, რა შეკითხვა გაქვთ სააკაშვილთან? მე თქვენთან მაქვს შეკითხვა, რატომ დატოვეთ ჟიული შარტავა და მისი მეგობრები სოხუმში ჩასაკლავად, დასახოცად? თქვენ რომ მოდიოდით, რატომ დატოვეთ ეს ხალხი? ხომ იცოდით რომ მათ დახოცავდნენ, მაგრამ თქვენ ისინი დატოვეთ და აი თქვენი ომი რომ გამოძიებული, განა თქვენი ბიჭები უაზროდ არ დარბოდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე, განა მათ იცოდნენ იარაღის მოხმარება, განა 2008 წელს ქართული ჯარი ისე იბრძოდა, როგორც 1992-ში ბიჭებმა საერთოდ სროლა არ იცოდნენ და 2008-ში ჩვენ უკვე გვყავდა ჯარი, რომელმაც იცოდა იარაღის მოხმარება, ძალიან დიდი განსხვავება. ასე რომ თუ ვინმე გამოძიებას დაიწყებს და თუ მართლა სამართლიანობაზეა ლაპარაკი, მოდით გამოვიძიოთ 1992 წელი. ალექსი პეტრიაშვილმა გუშინ თქვა ასეთი რამ, მე არ ვენდობი იმ კომისიების დასკვნას. კი ბატონო, მაგრამ მეც არ ვენდობი ქართველ ექსპერტებს, რომლებიც არიან ძალიან ბევრი და ყველა თუთიყუშებივით ერთი და იგივე სიტყვებით ლაპარაკობენ. მე უბრალოდ გიждები, რატომ ასეთ ნიჭიერ და შემოქმედებით ერთს, როგორიც არის ქართველები, ასეთი არამრავალფეროვანი სპექტრი გვაქვს ექსპერტების. ხო შეიძლება ლექსიკა მაინც იყოს განსხვავებული, ან ვიღაცას ზედმეტი იუმორი ჰქონდეს, ან ვიღაცას ზედმეტი აგრესია, ასე ყველა ერთ ტონში, ესე იგი ნაციონალები რო ამბობდნენ, მიშა
მუშა მაგარია, ესენი ამბობდნენ რომ ესენი ქალბატონო ნათია, მოდით ირაკლი ბათიაშვილი. არა, ვაპასუხებინოთ. ერთი წუთით ირაკლი ბათიაშვილი აუცილებლად მიპასუხებს, დარწმუნებული ვარ, მე უნდა აუცილებლად დავასრულო. მე მესამე რეალობა, ხო, მე მინდა ვთქვა, მე თქვენ თუ არ გჯერათ იმ კომისიის სამაგიეროდ მე მჯერა პუტინის რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს. პუტინმა და მედვედევმა თავად აღიარეს, რომ 3 წელი ემზადებოდნენ ამ ომისთვის. ეხლა ნუ ვიტყვით, რომ პუტინმა და მედვედევმა ეს სააკაშვილის ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ თქვეს ეს მოახდინეს ამისი აღიარება. მე მჯერა პუტინის რომ ის ემზადებოდა და ის მოდიოდა ჩვენი ანექსიისათვის, უბრალოდ ეს არ გამოუვიდა. ეხლა მესამე რეალობა არის ლავროვის რეალობა. მთელი რუსული პრესა, მთელი რუსული მედია აფეთქებულია, რომ ქართველები ემზადებიან ბოდიშის მოსახდელად. და ესე იგი მე არ ვიცი ამ ბიჭების საფლავებზე რომ მივალთ რა უნდა უთხრათ, მაგრამ ჩვენ ბოდიში ვისთანა გვაქვს მოსახდელი. გასაგებია, ქალბატონო ნათია. აი გეხვეწები, ვერა ორი წინადადება დამრჩა. მოკლედ თუ შეიძლება, ხედავთ რომ ბევრი არ შემიძლია, ძალიან ბევრი ლაპარაკა ყველამ და მე აქ მაპატიეთ, მაგრამ დეკორაციის როლს ხო ვერ შევასრულებ, მე უნდა ვთქვა ერთი რამ. რამდენიმე წუთია უკვე საუბრობთ. დაასრულოთ. რამდენ კიდევ ვისაუბრებ, რამდენიმე. კიდევ მოგცემ ციტას და მე ისაუბრებთ, ქალბატონო ნათია. იცით რა, 9 აპრილს ORT-ზე ქართველები ჩოხებში კრასნაერ რაბინას მღეროდნენ. 9 მაისს ქართველები მიდიან მოსკოვში 9 მაისის აღსანიშნავად. ჩემო ძირფასებო, მე რამიდა იცით გითხრათ რომ მე პირადად ლავროვთან მაქვს ერთი წინადადება სათქმელი და მე დავასრულებ. თუ მეც მომცემთ საშუალებას, პირობას გაძლევთ. მე მინდა ვუპასუხო ბატონ ლავროვს, რომელიც ასეთი კმაყოფილია იმით, რომ ჩვენი ხელისუფლება არის პრაგმატული. კი ბატონო, ამაში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ მე თქვენ მაინც მე ვიცი რომ ისინი უყურებენ ამ გადაცემას და სიტყვით უთარგმნიან, მაგრამ მე მაინც დაველაპარაკებ იმას რუსულად, ჯერ კიდევ махсовс. Товарищ Лавров, вы счастливы от того, что у нас правительство прагматичное. В этом нет ничего плохого. Но правительство – это еще не народ. Народ у нас мудрый, общество у нас очень эмоциональное. И народ, между прочим, не работает на правительство. Народ служит своей родине. И мы нашу родину вам никогда больше не отдадим. Мадლობთ. ბატონი ირაკლი ბათიაშვილი, რომელიც ფიქრობ, რომ გასცემს პასუხს. არ მე ახლა ამ სისულელებზე პასუხის გაცემას რა თქმა უნდა არ ვაპირებ რაღაც ისტორიულ გამოსვლაზე და მე უბრალოდ ეჭვეპარება ეთყობა ეს ქალბატონი იმ პერიოდში საერთოდ საქართველოში არ იყო, გვახსოვს იმ პერიოდში, როცა ჩვენ ვომობდით სისხლდით აფხაზეთში, დუბაიში დაფრინავდნენ ბევრი და საერთოდ წარმოდგენა არ ქონდათ დავამთავრებინეთ. წარმოდიეთ, თქვენი მისამართი თუ დუბაიში კი არა, გორს არა ვარ გაცილებული ბოლოს არ ქონდათ რა ხდებოდა აფხაზეთში და სწორედ განსხვავება პირველად ვხედავ ცხოვრებაში არ მცხვენია ეხლა შენ ამას რო ამბობ და აი განსხვავება მე დუბაიში საერთოდ საყვარგარეთ ვარ დამამთავრ მე ხო გალაპარაკეთ ეს მალაპარაკე კი არა საერთოდ როგორ ბედავ ამის დამამთავრებინეთ როგორ ბედავ ამის თქმას რომ მე თურმე დუბაი თვალით არ მინახავს რას ქვია დავსეირნობდი თქვენი რას ქვია დავსეირნობდი როგორ ბედავ არ მინდა რა თქვენი ისტერიკის მოსმენა რა თქვენი მეგობრები არ ვიცი როგორ უნდა ყოფილიყავით სისულელებს ლაპარაკობთ კაცო მოდით ვიყოთ ერთმანეთის მიმართ კორექტულები ბატონებო მოდით გააჩეროთ გასაგებია მესმის აი რაზე იცით ჩვენ ვლაპარაკობთ ზუსტად იმაზე რომ მართლაც და ერთი და იგივე ანკესზე ხდება წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების წამოგება რა თქმა უნდა გამოსაძიებელი არის 92 წლის მოვლენებიც აფხაზეთის. გამოსაძიებელი არის 2008 წლის აგვისტოს მოვლენები. თუ ამ გამოძიებას საერთოდ აზრი ექნება. ესეც უნდა დავაზუსტოთ, რა თქმა უნდა. თუ ეს გამოძიება რაიმე შედეგის მომტანი იქნება საერთოდ ქვეყნის მომავალისთვის. განსხვავება არის ის ერთ-ერთი განსხვავება, რომ და ეს სწორედ აი ამ ქალბატონის მისამართით მინდა ვთქვა, პასუხად რომ სწორედ ეს არის განსხვავება, რომ ეს ომი აღმოჩნდა სამწუხაროდ
ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო საქართველოს ისტორიაში. ომი, რომელიც დამთავრდა 3 დღეში. კოდორის ხეობა ახსენეს აქ ზოგიერთებმა. ის კოდორის ხეობა, რომლის გულისთვისაც რომ გადარჩენილი ყოფილიყო კოდორის ხეობა, სწორედ ამის გულისთვის დამიჭირა მე ყოფილმა ხელისუფლებამ და მოინდომა ჩემი 24 წლით ციხეში ამოწყობა. კოდორის ხეობაც თქვენ ყველას კარგად გახსოვთ, აი 2008 წლის აგვისტოში ის კოდორის ხეობა, რომელიც 93 წლიდან მოყოლებული იყო დაცული ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, საკუთარი სისხლის ფასად, საკუთარი სიცოცხლის ფასად, ყველა ჩვენთაგანის მიერ იყო დაცული. აი ეს კოდორის ხეობა ჩაბარდა წერს ერთი ტყვის გასწვრივ. ბატონო ირაკლი, მაშინ როდესაც ბატონო შეკითხვა მაქვს, და ზუსტად ანალოგიურად სამი დღის მაგივრად რა შედეგი შეიძლება მოყოლო და კოდორის ხეობაში საბრძოლო მოქმედება? მე მინდა გითხრათ რა, 3 დღის, რა თქმა უნდა, ომია, რო წააგეთ ბობს, იქ გამართლება არ არსებობს, მაგრამ სწორედ განსხვავება ეს იყო, რომ მაშინ იმ არაორგანიზებული ჯარით, იმ სამოქალაქო ომის პირობებში რაც მაშინ იყო, როდესაც ზურგში მეორე ფრონტი ქონა გახსნილი, აი მაშინ ჩვენ წელიწად ნახევარი, აი გმირულად, ნამდვილად, რამდენადაც შესაძლებელი იყო ვიცავდით მაშინ აფხაზეთს და ჩვენ სამშობლოს. თვითონ ჯარის შეყვანა იყო, როცა კითხულობენ, როდის წავაგეთ ჩვენ აფხაზეთში. აფხაზეთში ომი წავაგეთ მაშინ, როდესაც აფხაზეთში იქნა ჯარი შეყვანილი. აი მაშინ წავაგეთ. ეს იყო უდესშეცდომა. ანალოგიურად ყოფილმა ხელისუფლებამ უნდა აღიაროს შემდეგი, კერძოდ, რომ რა თქმა უნდა, რუსეთს უნდა და შემოჭრა. რუსეთის მიზანი იყო აგრესიის განხორციელება. რა თქმა უნდა, რუსეთს უნდა და გაეკეთებინა ის რაც გააკეთა, მაგრამ ამ ყოფილმა ხელისუფლებამ აღიაროს მართლა და მართლა. შემოჭრილი რა დავამთავრებინე, გენაცვალე. უკვე შემოჭრილი იყო, თავისი, არა, მე თავისი წილი პასუხისგებლობა უნდა დამამთავრებინე. მე გისმენ ხოლმე, ლაპარაკი არა, უბრალოდ უკვე შემოჭრილი იყო, ამაზეა საუბარი. თქვენ თუ გაინტერესებთ, როცა შემოიჭრა რუსის ჯარი, მაშინ თქვენ ყველა გაიკეთეთ. როცა შემოიჭრა ერთი პარტიის გამორობა იყო, თქვენ თუ გაინტერესებთ, შემოჭრილი რუსეთის ფედერაცია საქართველოს ტერიტორიაზე. რუსეთის ჯარი, როცა შემოიჭრა, მაშინ უკვე ერთი ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ჩააბარა. როდის გაუგებრებთ ეხლა თქვენ თუ გაინტერესებთ, იგივე ევროკავშირის კომისიის დასკვნაში რა წერია? ამასთან დაკავშირებით. რო იცოდეთ? აი აქ მე პირდაპირ პუნქტები მომყავს. აქ წერია, რომ ასევე აღნიშნულია, რომ მისია ქვია კომისია. გავიგეთ მისია ქვია, ყველას დაკითხული. გავიგეთ და არა გაქვთ წაკითხული მთელი უბედურება ისე. დაკითხული ნამდვილად რო კონდეს ეს არის ლაპარაკი გასაკლაპარაკო. მისიას არ ამიტომ ლიდერი ამბობს რომ გორის საქართველოს დაბომბა. თქვენი ლიდერი ამბობს რომ გორის საქართველოს დაბომბა. საერთოდ არაფერი არ უთქვამს. მისიას თქვენ თუ გაინტერესებთ კომისიის დასკვნაში რა წერია? ნინო ბუნჯარაძე, ცნობილი პუტინისტი. კარგი, ერთი წამით ხოლმე ცოტა კორექტულად ეს იყო კორექტულად. არა, ეს არის კორექტულად. ეს იყო კორექტულად. მე ყველას ერთი წამით რომელი თქვენ? მე ყველას მოგიწოდებ კორექტულობისკენ და ერთი წამით ძალიან მოკლედ უნდა თქვა ქალბატონ ნათია. ჩათვალეთ რომ ბატონო ირაკლი, უკაცრავად. ეს ვინ არის, როდესაც მე 9 ապრილს ბატონო ირაკლი ერთი წამით საქართველოსთვის და აფხაზეთში და SNG-ს გულისთვის თანამდებობიდან გადავდექი, ეს ბავშვი მაშინ რას მიკეთებდა ერთი მაინტერესებს. გასაგებია ბატონო ირაკლი მესმის. მოდით მოусმინოთ თქვენ. ყოფილმა ხელისუფლებამ თავისი წილი პასუხისგებლობა რა თქმა უნდა აღიაროს იმაში, მადლობთ ბატონო ირაკლი, დიდი მადლობა. ხელი რუსეთს რომ შემოჭრილიყო საქართველოს. დიდი მადლობა. ძალიან მოკლედ უნდა თქვა იკაცრავად, ძალიან დიდი შეურაცხყოფა მივიღა ირაკლი ბათიაშვილისგან, რომელსაც მინდა შევახსენო, რომ ირაკლი, მე გეგა კობახიძის დავარ. შენ კიდე უშიშროების მინისტრი ხარ, შენს ბიოგრაფიაში. ძალიან გთხოვ. დაფიქრდი, ვის რას ეუბნები? და ჯერ გაარკვიე ვის ელაპარაკები და როგორ მიბედავ საერთოდ ასე გასაგებია, კარგით, მადლობთ ბატონო.